მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ჩაგიწეროთ ესეთი გაშლა იმ ადამიანებს უბრალოდ ვინც ფიქრობს, რომ ან ეჭვობს, რომ არის თუ არა მის და მის პარტნიორს შორის რამე საიდუმლო. ამ შემთხვევაში მინდა იფიქროთ ამ ადამიანზე, ვისაც ფიქრობთ, რომ არის თუ არა რამე საიდუმლო, რასაც თქვენგან მალავს. ნახოთ, გავაკეთოთ ესეთი გაშლა და ნახოთ, არის თუ არა თქვენი ეჭვი გამოთვლებული. ესე იგი, ეს ადამიანი, რომელიც თქვენ პარტნიორზე ვამბობ, არის საკმაოდ ესეთი თქვენს თვალში ავტორიტეტი, მას ძალიან თვითონაც ისეთი ადამიანია, რომელსაც გონება ძალიან უჭრის, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ესე ვთქვათ, ჭკვიანია და იცის საკუთარი თავის ფასიც, იცის რა უნდა გააკეთოს, როდის უნდა გააკეთოს და ესე ვთქვათ, ეს ადამიანი ამ ადამიანს ნამდვილად არ სჭირდება რაღაცების დამალვა და რაღაც ხლართვა რაღაცების. ეს ადამიანი რაღაც ესე ვთქვათ, პირდაპირია, უფრო ჩანს, რომ პირდაპირია და აქ ყველაფერი გათავისებული და ნამდვილად ან მისთვის თქვენ ხართ, როგორ ვთქვა, ესეთი რაღაცნაირად დედოფალივით და ფიქრობ, რომ ნამდვილად ეჭვგარეშეა თქვენი ესეთი ფიქრები და თუ რა თქმა უნდა შეიძლება რაღაცა პრობლემებია, შეიძლება ფიქრობთ, რომ რაღაცაები უნდა იყოს გადალახული. ამ შემთხვევაში ეს ადამიანი მოკლედ მხოლოდ შეიძლება ფიქრობდეს სხვებზეც, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს უკან რაღაც ცუდი რაღაცები ხდება და მას თქვენგან რამე დამალული აქვს. შეიძლება ეხმარება კიდეც სხვა ადამიანებს, შეიძლება დახმარება ყველანაირი იყოს. ეს ისეთი ადამიანია, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი რაღაცა იცის, ბევრი რაღაცა ესმის და შეიძლება მისგან დახმარება ბევრ სჭირდებოდეს, მაგრამ ესე რომ ეს ადამიანი თქვენგან რამეს მალავს, ეს კარტი გვეუბნება, რომ ნამდვილად არა. და ზუსტად ესეა, მან ძალიან კარგად იცის საკუთარი საქმე, საკუთარ გადაწყვეტილებებში უკვე ძალიან, ესე ვთქვათ, არის დარწმუნებული, მაგრამ შეიძლება ბევრ რაღაცას არ ამბობდეს თქვენთან, მაგრამ ნამდვილად ეს ადამიანი არის ესეთი ადამიანი, რომელიც სხვას ეხმარება. დახმარების ხელს უწოდეს სულ ესეთ იმაშია, ურთიერთობებში, სულ ისეთ საქმიანობებს ეწევა, ძალიან ეხმარება სხვებს. ჩათვალეთ, რომ ისეთი პიროვნებაა, რომელიც მარტო საკუთარ თავზე არ ფიქრობს, სხვებზეც ფიქრობს და შეიძლება რაღაცეები რჩება ისეთი, რასაც ყველაფერს შეიძლება გადმოტანას ესე გრძნობებში რაღაცას ვერ ახერხებდეს თქვენთან, მაგრამ ნამდვილად ეს ადამიანი არის, შეიძლება მკაცრი იყოს რაღაცეებში, იმიტომ რომ არ თვლის ბევრ რაღაცას, რომ ახსნას და ესე დაგიღეჭოს და რაღაცნაირად თქვას ყველაფერი, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან ბევრს ცდილობს სხვებისთვის, ცდილობს საკუთარი თავისთვის, თქვენთვის, მაგრამ ნახეთ, ყველაფერზე საუბარი არ სჭირდება, ესე ფიქრობს, რომ არ არის საჭირო ყველაფერის ესე სააშკაროზე გამოტანა, არ უყვარს რაღაც ზედმეტი ლაპარაკი, შეიძლება ერთი რაღაცა თქვას და
იქ მორჩა. მოკლედ ესეთი გაშლა გამოვიდა. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ტაროს დრო. დროებით.